მოგესალმებით, თითოეულ თქვენთან გასაუბრებელს მადლობა იმის, რომ გამოწერეთ გახთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და კომენტარებს, ვინც არ მისცემთ გაგესწრებით, მე ვარ კატო. და დღეს მინდა გავაკეთო ესეთი გაშლა, რას მალავს პარტნიორი და რას ვერ აღიარებს, ხო, თქვენთან მიმართებაში, ხო, აი რაღაცა რა არის ისეთი, რასაც თქვენ ვერ გეტყოდათ. ვარიანტი მინდა გავაკეთო ორი ვარიანტების მიხედვით, ანუ ან პირველი ან მეორე აირჩიეთ თქვენ თვითონ და პირველ რიგში აუცილებლად ნახავთ რა ენერგიებში ხართ თქვენ, ან რა სიტუაციაა თქვენთან მიმართებაში და შემდეგ უკვე ვნახოთ რას მალავს, რა არის ის დაფარული მდგომარეობა, რომელსაც პარტნიორი ვერ გეუბნებათ, ხო, ვერ აღიარებს. ვნახოთ აბა. ვარიანტი პირველი ჩანს, ვარიანტი მეორე. ესე დავდებ პირველი მეორე და რა არის ის ინფორმაცია, რასაც მალავს პარტნიორი თქვენთან მიმართებაში პირველი და რა არის, რასაც მალავს პარტნიორი თქვენთან მიმართებაში ვარიანტი მეორესთვის. ცოტა უფრო კარგად დაინახოთ, მოდით გავაკეთოთ ესეთი ავიღოთ ესეთი ბაყაყები. პირველი ვარიანტი ის იყოს და მეორე ვარიანტი იყოს, მოდით ესეთი პირველი მეორე. პირველი ვარიანტი ბაყაყებია, მეორე ვარიანტი ბუა, რომელიც უფრო გიზიდავთ, რომელიც უფრო მოგწონთ, ან ერთი ან მეორე. აირჩიეთ და ვნახოთ რა სიტუაცია არის და რა არის ის დაფარული ინფორმაცია, რასაც ვერ და არ ამბობს პარტნიორი. ხანი გავჩნდები. იმედია აირჩიეთ ვარიანტი, მე მეორე ვარიანტი გავწევ გვერდით ცოტა და პირველი ვარიანტი, ვინც აირჩიეს ბაღაყნიები. ჩანს. ესე რომ ვაკეთებ ჩანს. ნახოთ, რა სიტუაცია ხარ თქვენთან. 10 ხმალი. აქ სიტუაცია არის ის მომენტი, როდესაც რაღაცა დასრულდა, დამთავრდა, განხეთქილება მოხდა თქვენ შორის, შეიძლება ითქვას და ურთიერთობა დაპაუზდა თუ საერთოდ დასრულდა, უფრო დასრულებისკენ მიდის, ესე უფრო ვიტყოდი. რატომღაც აქ თქვენც შეიძლება ითქვას, რომ ხართ რაღაცა დანაკარგის ენერგიებში, გულდაწყვეტილი, ხო, ემოციები ხარ, როდესაც ადამიანი კარგავს პარტნიორთან ურთიერთობას, შესაბამისად, რა თქმა უნდა, გრძნობს თავს ძალიან ისეთი სასწარკვეთილად და მძიმედ, ხო? აქ სამწუხაროდ ურთიერთობა არის დასრულებული, პირველი ვარიანტი ვინც აირჩია და შეიძლება რაღაც ის მიზეზიც ზუსტად ის არის, რაც ვერ ამბობს დაშორების მიზეზი, ხო, შესაძლებელია. რა არის? იცით რა არის? მე ესე ვიტყვი, რომ ჯერ პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ თქვენ კარმული ადამიანები ხართ, ოღონდ კარმული ადამიანები იმ მხრივ, რომ ერთმანეთისთვის უნდა გესწავლებინათ რაღაცები. აქ არის ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს, ანუ რას მალავს თქვენგან, ხო? ანუ მალავს იმას, რომ ვერ ახერხებს წინააღმდეგობა გაუწიოს იმ გარემოებებს, რომელიც არის მის გარშემო, ხო, ვერ ახერხებს, რომ ხო, აქ თუ პირდაპირ ესე ვიტყვით, სამკუთხედ ურთიერთობაში იყავით, ფიზიკურად ადამიანი ვერ გაუწევდა იმას წინააღმდეგობას და ვერ დაასრულა ურთიერთობა, ვთქვათ, მეუღლესთან და რა თქმა უნდა, გავიდა ურთიერთობიდან, ხო? აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს. შეიძლება თქვენ ხართ ხო არის ესეთი შემთხვევებიც, რომ ადამიანი შეიძლება დაკავებულია და
ხდება ესეთი მომენტები, ხო, მარტო მამაკაცების მხრიდან არ არის, ხო, ეს რაღაცა გულის აცრუება ურთიერთობაზე. აქ რას მალავს ეს არის, იცით რა არის, აი ის მომენტიც შეიძლება აქ ის მომენტიც იყოს, რომ სულაც არ იცოდით, რომ ამ ადამიანს ყავდა ოჯახი და ვერ გითხრათ, ვერ ახსნიდა თავის მდგომარეობას. ხო, აქ ადამიანი არის, ესე ვიტყოდი, რას მალავს. ხო, აქ მალავს ადამიანი იმას, რომ ორ ადამიანს შორის უწევდა არჩევანის გაკეთება. როგორც ჩანს, სხვა ურთიერთობაც არსებობდა, აქ შესაძლებელია, რომ კონკრეტულად სამკუთხედი მდგომარეობა იყო და თქვენ არ იცოდით, შესაძლებელია, რომ მას ყავდა მეუღლე და ყავდა და ყავს მეუღლე და ამიტომ ვერ გააკეთა და ვერც გითხრათ ეს ყველაფერი. შესაძლებელია, რომ სამკუთხედი ურთიერთობა იყოს, მაგრამ არა კონკრეტულად მეუღლე, არამედ მისი ოჯახი, რომელთანაც ნახეთ ვერ მოახერხებს გაუწიოს წინააღმდეგობა და ვერ მოახერხებს, რომ დაიცვას თავისი ურთიერთობა, ხო? აქ ადამიანი მალავს და ფარავს იმას და ვერ გეუბნებათ და იმიტომაც გადის ურთიერთობიდან და იმიტომაც მიდის თქვენგან, რომ მას არ შეუძლია არ ძალუც, რაც არ უნდა ეცადოს, გადაწყვეტილება მიიღოს სწორად, დაიცვას თავისი თავი, დაიცვას ურთიერთობა და რაღაცა ნაბიჯები გააკეთოს თქვენსკენ. ხო, ვერ გეუბნებათ იმას, რომ თქვათ ყავთ მას ოჯახი, ან რაღაცა სხვა ურთიერთობაშიც არის, რომელიც თქვათ ნახეთ როგორი მომენტი შეიძლება არც ყავს ოჯახი, თქვათ არც მშობლების მდგომარეობა, მაგრამ არის ხომ ესეთი შემთხვევაც, როდესაც ადამიანი ურთიერთობაში იყო, გამოჩნდა სხვა ადამიანი, რაღაცა ემოციები გაუჩნდა, რაღაც გრძნობები გაუჩნდა, მაგრამ იქ იმ წინა ურთიერთობაში, თქვათ რაღაცა პირობა აქვს მიცემული, რაღაცა შეიძლება დანიშნული წყავს, ხო, რაღაც ყოველ შემთხვევაში ის პასუხისმგებლობები უკვე აღებული აქვს და შესაბამისად, აი ამ მომენტს ვერ ამხელს და ვერ ამბობს და აი ამას ფარავს პირველი ვარიანტი. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა პირველი ვარიანტისთვის და ვნახოთ. მეორე ვარიანტი, ვინც აირჩეს ტიპუ და მყაშუები, რა სიტუაცია აქაც რაღაცა გაურკვეველი მდგომარეობა არის, აქ სიტუაცია ცოტა ნახეთ მე აქ არ ვიტყვი რომ დაშორებული ხართ ან რაღაცა აქ უფრო იცით როგორი მომენტია, როდესაც აი ჩიხში შევედით, რაღაცა ნიშნულამდე მიაღწია ურთიერთობამ, რაღაც ნიშნულამდე მივიდა და იმის მერე ვერ ვდგავთ ნაბიჯს, ხო? იმის მერე ვერ ვახერხებთ რაღაცა ცვლილებების, ანუ რაღაცა გავიყინეთ ერთ ადგილზე, 2 თვეა, 3 თვეა, 1 წელია, 10 წელია, არის ესეთი შემთხვევებიც ხომ, რომ 10 და 20 წელს არიან ერთ ადგილას გაყინულები და არაფერი არ იცვლება. აი აქ ზუსტად ეს მომენტი არის, აი თითქოს ადამიანს რეალურად მიუხედავად რომ აქ არის დაკიდებული კაცის არკანი, ხო, ანუ აქ თითქოს ადამიანს ნახეთ ხელფეხი არ აქვს შეკრული, არც არაფერი ისეთი სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ მაინც ვერ დგავს ნაბიჯს, ხო, აი რაღაც თავის თავთან მომენტები აქვს, როდესაც აი თვითონაც რომ არ იცის რა უნდა თუ რატო უნდა თუ როგორ უნდა. ყოველ შემთხვევაში, ნუ აქ სიტუაცია რაღაცა ჩიხშია შესული და ამ ჩიხში რთული არ არის გამოსვლა რეალურად. ეს ამ დასტაში ეს არკანი არ არის სირთულესთან დაკავშირებული ძალიან მძიმედ, მაგრამ თითქოს ადამიანს არ უნდა ამ სირთულიდან გამოსვლა. მოდით რას მალავს და რას ფარავს. შეიძლება ითქვას, რომ მას ეშინია მომავლის და ვერ ამბობს ამას. იმიტომაც ვერ დგავს ნაბიჯს. მას ეშინია იმ მომავლის, რომლის შედეგიც არ იცის. ნახეთ, თუ ადამიანი გაჩერდა, ხო, რაღაცა მივედით, გვიყვარს ერთმანეთი, კარგად ვართ, ერთად ვართ, რაღაც ბედნიერები ვართ, მაგრამ არ დგავს, ხო, რაღაც სერიოზულ ნაბიჯს, არ აძლევს ურთიერთობას იმ
მდგომარეობას, რომელიც ავით ყველა ქალბატონისთვის, ყველასთვის თუ არა უმრავლესობისთვის არის ოჯახი, ხო? აქ ადამიანს ცოტა ეგოისტური მომენტები აქვს. აქ ადამიანი თავის თავზე ფიქრობს და იცით რა მომენტი აქვს, რომ მან არ იცის როგორი იქნება თანაცხოვრება. მან არ იცის როგორი იქნება ურთიერთობის მომავლის გაგრძელება, ხო? მან არ იცის როგორ შეძლებს თქვათ გააკეთოს, თქვათ მას ეშინია პასუხისმგებლობა შვილთან მიმართებაში, მას ეშინია როგორც კონკრეტულად პასუხისმგებლობა აღება თვითონ ადამიანთან მიმართებაში, ხო, რაღაცა მომავალთან მიმართებაში. აქ ადამიანი მალავს იმას და იმიტომ წელავს ესე ვთქვათ დროს, რომ მას ეშინია მომავლის, მას ეშინია რაღაცა იმ სიტუაციის, რომელიც ვთქვათ გინდათ რომ მიიღოთ თქვენ, ხო? აქ არის ის მომენტი, როდესაც ეს ადამიანი მალავს იმასაც, რომ აი ხელოვნურად აკეთებს და დროს წელავს, ესე ვიტყოდი. ხვდებით, ანუ ადამიანი ამას არ ამხელს, შეიძლება 1000 რაღაცას იგონებს იმისთვის, რომ აი ეხლა დღეს ეს ამაქვს, ხვალ ის ამაქვს, რაღაც სიტუაცია არის, ან რაღაც ფინანსურად ველოდები რაღაცა მომენტებს. ყოველ შემთხვევაში აქ ადამიანი მალავს იმას, რომ ხო, ანუ ოჯახის მდგომარეობა მისთვის არის საფრთხის მომცველი. ადამიანი მალავს იმას, რომ აი რომ შევიდეს ურთიერთობაში, ოჯახურ ურთიერთობაში, მას წაერთმევა თავისუფლება, ხო? აი არიან ესეთი ადამიანები. აქ რაღაც ეს მომენტიც არის. აქ დაფარული მდგომარეობა, რას მალავს და რას არ გეუბნებათ. ხო, ნუ აი ადამიანს კიდევ ერთხელ განვით, აი თუ ამ ადამიანს ნახეთ, ესე გეტყვით კიდე შეიძლება ვიღაცას ესეც რეზონირდეს, იმიტომ რომ აი რაღაც მოვიდა ეს ინფორმაციაც და თუ აქ ადამიანს უკვე ყავდა ოჯახი, ნახეთ, უკვე ქონდა რაღაცა ურთიერთობა, ხო, რომელიც ოჯახი ერქვა. აქ ადამიანი ფიქრობს, რომ იგივე წრეზე ხო არ წავახდებით, აი თქვათ ახლა თუ ყავდას ვამბობთ ოჯახი, შესაბამისად იქ დაენგრა ეს ოჯახი, ხო? იმიტომ ყავდა და ადამიანს აქვს ეს შიშიც შეიძლება ითქვას, რომ აი იქ თუ არ გამოვიდა, რაღა გამოვა, ხო? რაღაცა მომენტში რატო იქნება, ხო? აქ ადამიანს ეს მომენტი აქვს, აქ ადამიანს ეშინია ურთიერთობის გაღრმავების, თანაცხოვრების, აქ ადამიანს ეშინია რაღაცა ეს მომავლის მდგომარეობის, რომელთაც შეიძლება ნახეთ მისი ცხოვრება იცვლება, ხო, ნებისმიერ ადამიანის ცხოვრება იცვლება, როცა თანაცხოვრებაში შედიან, ხო? და შესაბამისად აი ეს თანაცხოვრების მდგომარეობა მისთვის არის საშიში, ისე ვთქვათ, საშიში რატო არის, მაგრამ მისთვის არის ეს საშიში მდგომარეობა, სადაც ადამიანი თავისუფლებას დაკარგავს, თუ გამოცდილება აქვს უკვე ოჯახის დაკარგვის, კიდევ იგივე წრეზე არ წავიდეს და იგივე არ მოხდეს, იგივე ჩიხში არ შევიდეს, იგივე გაურკვევლობაში არ შევიდეს და ადამიანს აქვს იცით როგორი მომენტი, რომ აი კარგი გადავდგი ვთქვათ ნაბიჯი, კარგი გავაკეთებ, მაგრამ დარჩება თუ არა ვთქვათ ის ემოციები, დარჩება თუ არა ის ურთიერთობა ისეთი, როგორიც დღესდღეობით არის, ხო? აი რაღაცა ის ვთქვათ სიყვარულით სავსე ერთმანეთისთვის ყურადღების მიქცევა და ასე შემდეგ, ხო? აქ ადამიანი მალავს და ფარავს იმას და არ ამბობს იმას, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის და ხელოვნურად ქმნის ყველა ბარიერს, რომ არ შექმნას ოჯახი, იმიტომ რომ მას ამის შიში გააჩნია. აი ესეთი არის მეორე ვარიანტისთვის ის დაფარული ინფორმაცია, რასაც პარტნიორი არ ამბობს. მოკლედ მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, წარმატებებს, იმედია რაღაცაში წაგადგებათ ეს ინფორმაციაც, რაღაც შეძლებთ რომ სწორი მიმართულებით წაიყვანოთ სიტუაცია და ისე მოხდეს, როგორც თქვენ გინდათ და როგორღაც გადაწყვიტოს, ნუ მეორე ვარიანტმა ყოველ შემთხვევაში ურთიერთობის დასასრული. ბედნიერება თითოეულ თქვენთაგან დროებით.